გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე, რიგით მე-13 ეპიზოდი. ტრადიციულად მე ნინო წიფურია და ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე ვაგრძელებთ საუბრებს ესთეტიკურ მედიცინაზე. დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი, დერმატოვენეროლოგი თაკო ლოლუა, გაიას თანადამფუძნებელი. გამარჯობა თაკო და პირველ რიგში გაიათი მინდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მოდი მოგვყევი რა არის გაია, რომელიც ბევრმა იცის და სმენია მათ შესახებ და როდის და რატომ შეიქმნა, რა არის მის მთავარი საქმიანობა? პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია თქვენთან ყოფნა. მადლობა მოწვევისთვის. სიმბოლურიაც მე-13 გადაცემა ყოფილა, 13 მიყვარს ძალიან. მეც. და რაღაც, ხო, ალბათ რაღაც ნიშანი იყო ჩემი აქ სტუმრობა. გაიას რაც შეეხება, გაია არის საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია, საერთაშორისო იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არის შექმნილი და განვითარებულიც. და გაია არის, ესე ვთქვათ, ერთობლიობა დარგში მოღვაწე სპეციალისტების. დარგში მოღვაწე სპეციალისტები არიან ექიმებიც, არაექიმებიც, არიან პირველი საფეხურის განათლების მქონე სამედიცინო მუშაკები, არიან ასევე უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, რომ დარგში მუშაობს ძალიან ბევრი საბაზისო განათლების მქონე, სხვადასხვა საბაზისო განათლების მქონე ადამიანი და გაია ზუსტად მოისაზრებს იმას, რომ მათი, ესე ვთქვათ, ერთობლიობა ყოფილიყო, მათი ასოციაცია შექმნილიყო და ეს ყოფილიყო ხმა ამ პრობლემების, ასე ვთქვათ, რომელიც აი ამ დარგში დღესდღეობით არსებობს. ზუსტად იმ პერიოდშიც გაია შეიქმნა, იყო ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აპირებდა რაღაც კონკრეტული რეგულაციის შემოღებას, კი აპირებდა, რომ რაღაცა სადამსჯელო ღონისძიებასავით გატარებულიყო და კონკრეტული ექიმებისთვის მიეცათ მარტო მუშაობის უფლება და ვიღაცეებისთვის არ მიეცათ და იყო ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრი და სწორედ პირველი მიზეზი ის იყო, რომ ერთად შევკრებილიყავით და საერთო ხმა მიგვეწვდინა თუნდაც ჯანდაცვისთვის, რომ გადაწყვეტილება მათი მხრიდან მიღებულიყო სწორად და რომ არ დაჩაგრულიყო მაგალითად ისეთი სპეციალისტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი შეიძლება საბაზისო განათლება, მაგრამ ჰქონდა ძალიან ბევრი წლები გამოცდილება. ეს ძალიან კარგია. ეს იყო მთავარი. კი, ნამდვილად ეს იყო. აქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრია აზრი, ძალიან რთულია მუშაობა, იმის პარალელურად, რომ ახლა ვინც დავაფუძნეთ ერთად რამოდენიმე კოლეგამ და ყავს ბორდი, საბჭო, რომელიც ესე ვთქვათ, რომლის მხარდაჭერითაც და რომლის აზრის გათვალისწინებითაც ხდება აბსოლუტურად ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან რთულია მაინც ვთქვათ, წინ და წინ წასვლა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ამას ვაკეთებთ, გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრი არის, ვინაიდან პრობლემებიც ძალიან ბევრია და სოფა ვიცის ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით ძალიან მალე ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ. იმედია ძალიან მიხარია ეგ თუ იქნება, აი მოლოდინში ვარ, რომ ყველაფერი კარგი იქნება. თაკო, რა მინდა გკითხო? ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრ დადებით საქმეს აკეთებთ თვითონ კოსმეტოლოგებისთვის. ვიცი ისიც რომ შენ ახსენე ისინი ვინც არ არიან ექიმები, მათთვისაც არის შექმნილი რაღაც ალბათ დახმარების მხრივ რა იქნება ასეთი თუ არიან დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები არასამედიცინო განათლებით. აი ასეთი სპეციალისტებისთვის, კოსმეტოლოგებისთვის. ნახეთ როგორ არის პირველ რიგში ყველამ და მათ შორის პაციენტმაც და დარგში მოღვაწე ყველა სპეციალისტმაც უნდა გაიაზროს ერთი რამ, რომ ასოციაცია არ არის მარეგულირებელი ორგანო. ეს არის ცალკე IP, რომელსაც შეუძლია უბრალოდ ჩამოაყალიბოს აზრი და ეს აზრი მიაწოდოს შესაბამის უწყებას. მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. აზრი ასოციაციაში არის შემდეგი, რომ ადამიანს, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება წლების განმავლობაში, მას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ეს გამოცდილება არ დაიკარგოს და გააგრძელოს თავისი, ვთქვათ, მოღვაწეობა. შეიძლება ამისთვის იყოს საჭირო გამოცდის ჩაბარება, შეიძლება ამისთვის იყოს რაღაცა კონკრეტული გადამზადების გავლა აუცილებელი, მაგრამ ის რომ მას რაღაცა საუბარი მაქვს 5 წელზე და მაღლა, ხა გამოცდილება აქვს, მე პირადად როგორც თაკო ლოლუას არ მიმაჩნია ეს ყველაფერი სწორი, რომ ესეთი ადამიანი
უბრალოდ გაუკრძალო მას მუშაობის უფლება და უთხრა რომ შენ ამის გაკეთების უფლება არ გქონდა. მაშინ თავიდანვე უნდა გაკონტროლებულიყო ის ფაქტი რომ შეეძლო თუ არა სწავლა და შეეძლო თუ არა განვითარება საერთოდ. მივესალმები იმ ფაქტს რომ უნდა იყოს რაღაცა ჩარჩო, მივესალმები იმ ფაქტს მე პირადად რომ უნდა იყოს რაიმე გადამზადება, გამოცდა, შემოწმება, ნორმა, რეგულაცია, ჩარჩო და ამის შემდგომ უკვე უნდა გადაწყდეს აქვს თუ არა ადამიანს შესაბამისი ცოდნა იმისა, რომ გააგრძელოს მოღვაწეობა. ერთადერთი რაც მე არ მომწონს პირადად როგორც საკოლოლოამ და უკვე ვიტყვი ასევე როგორც ასოციაციის თანადამფუძნებელს ორივე მიმართულებით შემიძლია ვთქვა, როდესაც იბრალებს სპეციალისტი იმას რაც არ არის. შეიძლება იყოს კოსმეტოლოგი, მრავალწლიანი გამოცდილებით, მაგრამ ეს არ ხდის ექიმს. ხვდებით, რაზეა საუბარი. ამიტომ გაიას, როდესაც შეიქმნა გაია, რომ ეს ყველა მიგვეღო და ერთ ფრთის ქვეშ გაგვეერთიანებინა, მაგრამ დიფერენცირება რომ მომხდარიყო, მათი რომ ვის აქვს შესაბამისი განათლება, ვის არ აქვს განათლება, ვის შეიძლება არაა განათლება, მაგრამ ძალიან ბევრი წლები აქვს გამოცდილება. ამისთვის შეიქმნა საიტი gaia.com.g, სადაც რეგისტრაციისთვის, იმისთვის რომ გახდე წევრი, ერთადერთი ვალდებულება გაქვს, რომ გამოფინო შენი საბაზისო განათლება და ეს იყოს ღია ყველასთვის. თუ კი ამას აკეთებს სპეციალისტი, იძახის რომ მე არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ 10 წელია ვმუშაობ, ის მართალია თავის პაციენტებთან, ის მართალია თავის მეგობრებთან, ის მართალი ადამიანი არის. რატომ არ უნდა მიეცეს მას საშუალება იმისა, რომ გააგრძელოს განვითარება? რა არის ამაში დასამალი? არაფერი. მაგრამ ის ვინც იბრალებს რომ არ ვიცი, დერმატოლოგი ვარ. ან დერმატოლოგიური დავამთავრე, მე არ ვიცი ეს დერმატოლოგიური რა არის, სად თავდება. მე ვიცი რომ არსებობს სახელმწიფოს რეზიდენტურის პროგრამა დერმატოვენეროლოგიის, სადაც ხდები, რომელშიც აგერ წლები ვისწავლეთ და მანამდე გჭირდება საბაზისო სამედიცინო განათლება და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით მოიცავს 9 წელს ეს ყველაფერი. ეს დერმატოლოგიური არ არის, ხო? ეს არის შესაბამისი, ესე ვთქვათ, ეტაპები, რომელიც შენ ცხოვრებაში უნდა გაიხარო იმისთვის, რომ გახდე დერმატოლოგი. აი, ვისაც ეს ეტაპები არ გაუვლია და დაირქვა დერმატოლოგი, ეს უბრალოდ მე პირადად არ მიმაჩნია სწორად. ესეთი ადამიანი უბრალოდ იტყუება და ის თუ ატყუებს კოლეგას, ის თუ ატყუებს მეგობარს, ის ალბათ ატყუებს პაციენტსაც. ალბათ. ვიცით რომ არიან ასეთები. კი, არიან. სამწუხაროდ არიან, მაგრამ ალბათ მოვადრო მოეგება ყველა გონს. ალბათ. თაკო კიდე რა მაინტერესებს, იცი, დღესდღეობით ახლა საუბრობდი ზუსტად ამ თემაზე. ფაქტიურად კოსმეტოლოგია განვითარდა, წინ წავიდა. ნამდვილად. ძალიან ბევრი სპეციალისტი ყავს. ძალიან, გაიამ კვლევა გააკეთე. ხო. გითხარით ხო? კი, ძალიან ბევრი სპეციალისტი არის. რამდენად კარგია ეს და კარგია თუ ცუდი? ნახეთ, დაახლოებით 9000-მდე. კოსმეტოლოგი. კი, რომელიც ინექციითაც არის დაკავებული, არა ინექციით, შეიძლება აპარატურული მეთოდოლოგიით, მოკლედ იღებს და საქართველოს ტერიტორიით. საკმაოდ იქ, აქედან ახლა ავიღოთ ის რაოდენობა, რომელიც ვთქვათ მიმართავს ამ პროცედურებს. მოსახლეობის 3 მილიონი ხო ვართ დაახლოებით დარჩენილი და ალბათ პროცედურებს მიმართავს დაახლოებით 200-300.000 ახლა მეტი რამდენი შეიძლება იყოს ახლა ქართულ სიმართლე გითხრათ ეს ზუსტად არ ვიცი. ძალიან ბევრი არის. ეხლა რითი შეიძლება ეს იყოს კარგი? კარგი იმით არის რომ რაც მეტი არის სპეციალისტი, მით მეტია კონკურენცია და მით მეტად ცდილობს სპეციალისტი რომ იყოს განვითარებული და მით მეტად კონკურენტუნარიანი იყოს სხვებთან შედარებით და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია ყოველთვის რაც მეტია კონკურენცია მეტი არის განვითარება იმ დარგში, მაგრამ ცუდი იმით არის რომ ძირითადად კონკურენციას სამწუხაროდ ცდილობენ გაიაფებით პროცედურების. და პროცედურების გაიაფება ხდება სამწუხაროდ ხარისხის ხარჯზე და ძირითადად პრეპარატების ხარჯზე. რატომ უნდათ მაინდა-მაინც ინექცია? რატო არა ინექციური კოსმეტოლოგია გადადეს სადღაც უკან გადაინაცვლა? კი, დღესდღეობით თითქოს ცოტა წინ წამოვიდა, ეს ამაზე ძალიან მტკივა გული, ძალიან, იმიტომ რომ არა ინექციური კოსმეტოლოგია რაღაც ჩარჩოში მოათავსეს, რომ თითქოს არაფერია. ამ დროს ყველაფერია. რომ არა ინექციური კოსმეტოლოგია, ინექციაც ვერ იარსებებდა. და რატო მაინდა-მაინც ასე?
სავარაუდოდ დრო ჭირდება ცოტა ინექციურს და ალბათ ფინანსური მოგება ხარეს მოგებაც მეტი არის და შესაბამისად ჩემი პირადი ვარაუდია ახლა ეს სიღრმისეულად არ ჩაუღმავებულო რამ ყველაფერს მაგრამ ხვდები იმას რომ აქვს თუ არა ეხლა ნახეთ როგორ არის აი სოფა აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ შეიძლება 10 წლის წინ ფილერის ტოქსინის და ბიორევიტალიზაციის გამკეთებელი რომ აუცილებლად უმაღლესი სამედიცინო განათლებით უნდა ყოფილიყო ექიმი ესე არ იყო ამაზე საუბარი საერთოდ 2000 სადღაც 2-3 წლიდან, როდესაც აქტიურად ერთადერთი ბოტულინოთერაპიაზე იყო საუბარი, სადაც აუცილებლად ექიმი უნდა ყოფილიყო. დანარჩენი, ფილერი მერე შემოვიდა უფრო მოგვიანებით იყო მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია ძალიან კარგად მახსოვს და იმ პერიოდში უკვე დაიწყო, რომ ექიმი უნდა აკეთებდეს. ნახეთ როგორ არის დროთა განმავლობაში სპეციალისტმაც ნახა, გამოცდილებამ გვანახა ის, რომ ეს იმდენად ინვაზიური მეთოდოლოგიაა, რომ შესაძლებელი არის შეუქცევადი ტიპის გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ დროთა განმავლობაში როგორც სხვა მედიცინის სხვადასხვა დარგმა ნელ-ნელა პოვა განვითარება და მიხვდნენ რომ ამას ცალკე როგორც დარგი რეგისტრაცია უნდა, მაგალითად იმპლანტოლოგია, სტომატოლოგიაში რომ ავიღოთ და ცალკე გამოცდილება, ცალკე სწავლა ჭირდება, ცალკე გამოცდები ჭირდება, ანალოგიურად აქაც დროთა განმავლობაში მიხვდა ხალხი იმას, რომ ამას ასეთი ტიპის ინვაზიურობა სჭირდება შესაბამისი ტიპის განათლება. აი გართულებები ახსენეთ და თქვენ ყველაზე ხშირად რა ტიპის გართულებებს ხვდებით? კი ბატონო, აი ამაზეც გეტყვით აუცილებლად ერთი როლ დავასრულებ იმასთან დაკავშირებით, რომ დროთა განმავლობაში მივხვდით ამას, რომ ჭირდება სამედიცინო განათლება და მაშინ ვინც იწყებდა მოღვაწეობას ამ დარგში, აი ადრე 10 წლის წინ, მაშინ არ იყო კიდე ესე და შეიძლება არ ქონოდა განათლება, მაგრამ რაღაცნაირად ფეხ კოსმეტოლოგიიდან აუწყო ფეხი განვითარებას ადამიანმა და რაღაცა ტიპის ინექციური მომსახურებები თავის კაბინეტში დაამატა, მაგრამ მე არ მესმის ეხლა ვინც შემოდის, აი ამ წუთას ვინც სწავლობს, ხო? აი ეხლა ყველგან სადაც არ უნდა გაიხედოთ, ისმის ის რომ მიცი რა შესაბამისი განათლება თუ არ გაქვს, განებე თავი, არ ისწავლო. იმიტომ რომ საპასუხისგებლო ახალ რეგულაცია შემოვა, იქ კოლეგებისგან იქნები რაღაცა ტიპით, თქვათ, აუცილებლად მიგითითებენ იმაზე, რომ არა გაქვს შესაბამისი განათლება და ეხლანდელი ხალხის ძალიან მიგვირს, მაგრამ ადრე მესმის იმისა, რომ არ იყო უბრალოდ ასეთი ცნობადობა. არ იყო, იმიტომ რომ სადღაც ფაქტიურად 35-37 წელია მე ვმუშაობ, საერთოდ კოსმეტოლოგია ესეთი მცნება სასწავლებელი არ არსებობდა სამედიცინო სფეროში, ექიმი კოსმეტოლოგი იყო სიტყვა კოსმეტოლოგი. ნამდვილად. მეტი არაფერი. კოსმეტოლოგის მოვალეობა იყო ეს სახის მოვლა, გაწმენდა. 30 წლის წინ არც ინექციები არ არის. ინექციები არ იყო საერთოდ, ეგ სადღაც 2002 წლიდან საქართველოში უკვე გააქტიურდა ზუსტად ბოტულინოთერაპია და მერე მეზო შემოვიდა, მერე და ესე დღესდღეობით ნელ-ნელა წავიდა. ძალიან იოლად უყურებდნენ ინექციის. რომ ინექციის გარეშეც ასაკში შესული ქალბატონი გადასარევად გამოიყურებოდნენ. იცი რა, მოვლის კულტურა სხვა იყო. მოვლის კულტურა სხვა იყო. და აქცენტი იყო ხარისხიან პროდუქციაზე, სახში დამზადებული ძირითადად სახში დამზადებული იყო, კი, ნატურალურ ინგრედიენტებზე და შესაბამისად აი ეს რუტინა თუ წესი თუ აი კულტურა, წესები, დისციპლინა თავის მოვლის ძალიან მაღალ დონეზე ქონდათ იმ ქალბატონებს, ვისაც უნდათ თავის მოვლა. შემდეგ უკვე როცა შემოვიდა, მე როგორც მომხმარებელი ახლა ისე გესაუბრებით, როცა შემოვიდა ამდენი ინექცია, თითქოს ქალბატონებმა აი ეს კულტურა, რაც არის დილას აღამოს მოვლა თუ ნიღაბი თუ რა თითქოს უკან გადაიწია და წინ წამოვიდა თავის მოვლა, მაინდა-მაინც ინექციაზე დამოკიდებულები გახდნენ. და საინტერესოა აქაც ორივე თქვენგანი საზრი, თუ მე საერთოდ არ ვუვლი თავს და ვარ 2 თვეში ერთხელ თუ 3 თვეში ერთხელ ინექციის იმედზე და ვარ ქალბატონი, რომელიც საერთოდ არ მინდა ინექცია, მაგრამ აი ეს ძალიან მაღალ დონეზე მაქვს გამჯდარი.
რომელიც ჯობს. თუ გინახავთ ასეთი პაციენტები, თუ ყავთ საინტერესოა ორივესთან მაქვს ეს კითხვა, კი. და როგორ გამოიყურებიან, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვისმენს ახლა და აინტერესებთ ალბათ ქალბატონებს ხო, რომ აი თქვათ არ მაქვს, შეიძლება არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა იმის, რომ თავს მივცე ამის ფუფუნება, ეს ხომ ფუფუნების საგანია, როდესაც შემილია თავისუფლება მივცე მაღალი ხარისხის პრეპარატით მაღალი ხარისხის მომსახურება ჩაიტანოთ. თავს და ეს არ ჯდება იაფი პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ შემიძლია ინექციების გარეშე მივხედო თავს მუდმივად ვიზიტი მქონდეს ჩემ კოსმეტოლოგთან, გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი უნდა ამ ყველაფერს, თუმცა უნდა თავისი აი რაღაც წესების დაცვა რეგულარულად და დისციპლინა. კი, დისციპლინა. და ორივეს ყავს ასეთი პაციენტები და საინტერესოა, აი ახლა მე არ ვაძაგებ ინექციებს, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორ შევადაროთ ესეთი ქალბატონები ერთმანეთს? დავიწყებ კი, როგორც ექიმი, დერმატოვენეროლოგი, აუცილებლად გეტყვით, ახლა პირველი უნდა ვთქვა, ეს თვით დამზადებულ მალამოებზე, რა თქმა უნდა, რაღაც სამედიცინო სარჩული ამ ყველაფერს არა, გაგვერანერ კომენტარს ვერ გავაკეთებ აბსოლუტურად. ვეყრდნობი მტკიცებულებებს და მტკიცებულზე დაფუძნებულ მედიცინას. წლის წინ იყო და ეხლა 21 საუკუნეში. რა შეიძლება მოვლას კოსმეტოლოგიურ კაბინეტში და ინექციებს შორის, მე პირადად როგორც ჩემ პრაქტიკაში როგორც ხდება იმას გეტყვით, რომ როდესაც მოდის პაციენტი კონსულტაციაზე და ვიწყებთ საუბარს, ზუსტად ვიცი სახში უვლის თუ არა თავს. აი კოსმეტიკური ზუსტად ვიცი. არის პაციენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ერთხელ ბიორევიტალიზაციის მაგალითად პროცედურას გაიკეთებს და ეს ჩაუნაცვლებს კანის დაბანას, დატენიანებას, სწორკვებას, ძილს, ვარჯიშს, მშვიდცხოვრებას და ასე შემდეგ. ერთი ბიორევიტალიზაცია ჩაანაცვლებს ამ ყველაფერს. და ასევე ვხედავ პაციენტს, რომელიც რუდუნებით, რუტინით სახში უვლის თავს და ასევე ხშირად სტუმრობს ამ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, პერიოდულად იკეთებს მჟავებით პილინგს, იკეთებს მსუბუქ ექსფოლიაციას, იკეთებს დატენიანებას, მოვლით პროცედურებს, რადიკალურად განსხვავებული ორი კანის ტიპია ამ შემთხვევაში. ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პუბლიკაციაში ვკითხულობდი ხოლმე, როგორ ბერდება კანი, რაზე არისო დამოკიდებული ესა და იქ იყო ნათქვამი, რომ 50% ეს არის გენეტიკა, 25% ეს არის მოვლა და 25% ეს არის ცხოვრების სტილი, თუ როგორ ცხოვრობთ. წესი, როგორ ცხოვრობთ. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ, რომ აი ამ პროცენტული მაჩვენებლებიდან რომლით ვანებივრებთ ჩვენ სახის კანს. თუ არ შეგვიძლია რომ მოვლით და ვანებივროთ სწორი ცხოვრების წესით მაინც შევიცადოთ, რომ ხელი შეუწყოთ ხოლმე. ინექციები ახსენეთ, რომ არის ფუფუნება, ნამდვილად ფუფუნება არის. თუ კი ხარისხიანი მედიკამენტით, ხარისხიანი მომსახურება გვინდა რომ ჩავიტაროთ, ნამდვილად ფუფუნების სახანია. და გაიაფების ძებნას თუ დავიწყებთ, აი როგორც თავიდანვე ვთქვი, პრობლემა ეს მიგვიყვანს კატასტროფამდე აუცილებლად. იყო დრო, როდესაც პირველი ბოტულინოტოქსინი ახსენა სოფომ 2002 წელს. ეს ფუფუნება კი არ იყო, ეხლა რომ კარგი ბოლო მოდელი Mercedes-ი იყიდო დაახლოებით იმხელა ღირებულება ქონდა. ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში კონკურენციის გაჩენა. კი, გააჩინა ის ფაქტი, რომ რეალურად ხელმისაწვდომი გახდა შედარებით, მაგრამ არა ისე როგორც ეხლა ხდება. ეხლა ხდება ის, რომ მოდელად შეგიძლია წახვიდე და სადღაც ვიღაცა მივარჯიშოს. ინექციით. ეხლა შეიძლება წახვიდე და რაღაც ისეთ ფასად ჩაიტარო პროცედურა, რომ მე პირადად მეშინია ხოლმე, არ ვიცი იქ რო დადიან, რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და დროთა განმავლობაში რა გართულებებს გამოიწვევს ეს ყველაფერი არ ვიცი. აი ისევ იმ კითხვას უბრუნდები, ყველაზე ხშირად რა გართულებებით მოდიან თქვენთან ქალბატონები? ყველაზე ხშირად სად არის შეცდომა დაშვებული ყველაზე ხშირად? კი, ყველაზე ხშირი გართულება არის ბოტულინოტოქსინის მიმართულებით. კარგი ფაქტი ის არის, რომ ბოტულინოტოქსინი ამ ჩვენს ინექციურ დარგში ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც შედარებით, ესე ვთქვათ, პროგნოზ
პროგნოზირებადია მისი ალაგება. ნახეთ ეს გართულება რას გულისხმობ ახლა? იშვიათ შემთხვევაში რომ შეუქცევადი იყოს ძირითადად დროთა განმავლობაში, ესე ვთქვათ, თვითონ ლაგდება. კი, ხა არ მინდა ამითი რაღაც მივცე მაყურებელს რომ ეს არა უშავს. მოდი ასე ვთქვათ, თაკოს რა არ უნდა გაიკეთონ, სად არ უნდა გაიკეთონ ამას და ვერაფრით ვერ ვიტყვი, ესე ესე გადაწყვეტით, არ გეცდება. გაფრთხილებას არჩევასავით, იმიტომ რომ ხშირად გვწერენ ჩვენ, ანუ რაღაცას რომ ვამბობთ, რომ აი ბოლომდე ბარემ გითხარით, თქვათ რა უნდა უთხრა, ვერ ეტყვი რა უნდა. ბოტულინოტოქსინით რა ტიპის გართულებებია? ბოტულინოტოქსინით შეიძლება მივიღოთ სახის ასიმეტრიები, შეიძლება მივიღოთ პტოზი, მივიღოთ პარეზი, მივიღოთ სხვადასხვა ტიპის გართულებები, როგორც ნერწყვდენა, ძალიან ისეთი თვალი დაგვეხუჭავს, აი მარტივენაზე რო აუხსნათ ახლა პაციენტებს, მაგრამ უკავშირდება უხარისხო პრეპარატს თუ არაკვალიფიციურ სპეციალისტს? ორივე შეიძლება მოხდეს. ნახეთ, პირველი გავიაზროთ ის, რომ ბოტულინოტოქსინი არის წამალი. ისეთივე წამალი, როგორც არის ანტიბიოტიკი, როგორც არის არასტეროიდული საშუალება, როგორც არის სხვადასხვა მედიკამენტი. და მედიკამენტი უნდა დანიშნოს ექიმმა. და ამ მედიკამენტს უნდა კონდეს ჩვენება. თუ კი პრეპარატი გამოყენებულია ჩვენების გარეშე, იქ სადაც ეს საჭიროებას არ წარმოადგენდა და იმ დროს, როცა ის აბსოლუტურად არ იყო საჭირო, ამას აუცილებლად მოყვება გართულება. და თუ კი მოხდა ისეთ ადამიანთან, რომელიც არ არის ექიმი, იმიტომ რომ ეს იყო მედიკამენტი და მოხდა არა ექიმის, არა შესაბამისი გამოცდილების, იქ შეიძლება ამ ყველაფერს მოხდეს შეუცევადი გართულებები. შეიძლება მოხდეს ექიმთანაც. თქვენ ხო გაგიგიათ ახლა რომ სხვა დაავადებაზე ჰოსპიტალში მოხდა რაღაცა ტიპის გართულება ექიმთან, სამედიცინო დაწესებულებაში. ხდება, მედიცინაში ხდება ესეთი რამე, მაგრამ პაციენტი ხო დაცულია რომ ჰოსპიტალში მოხდა ეს ყველაფერი და არ მოხდა თქვათ ბებოს კარაში. დაახლოებით, ხო? იგივე არის აქ. თვითონ უნდა გაიაზროს პაციენტმა, რამდენად სცემს საკუთარ თავს პატივს. ნახეთ, ეს არის მედიკამენტი და თვითონ უნდა მიხვდეს იმას, რომ შეარჩიოს ისეთი სპეციალისტი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გართულების ალბათობა. თუმცა იქაც არ არის 100%-იანად დაზღვეული. ამიტომ როგორ უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი და როგორ უნდა განვასხვაოთ ხარისხიანი და უხარისხო პრეპარატი, აი მომხმარებელის მხრიდან მაქვს ეს კითხვა ძალიან რთულია, როცა არ იცი და საკითხში ვერ ერკვევი და გინდა კარგად გამოიყურებო და როგორ უნდა მიხვდე, რომ შენ გგონია, რა თქმა უნდა, ის ამბობს, რომ ძალიან კარგი პრეპარატია, უმაღლესი და იმას გაუკეთა, ყველა კარგად არის და შენც ასე იქნები ულამაზად, მაგრამ ამასაც გეტყვით აუცილებლად. ხო, როგორ გავარჩიო მე, რომელმაც არ გაარჩევს, ვერაფრით ვერ გაარჩევს ამას პაციენტი. მაშინ ექიმი იქნებოდა ის პაციენტი. საერთოდ პაციენტი არ უნდა იყოს იმით დაკავებული, რა პრეპარატია. მინდა გითხრა, ყველა ამითია დაკავებული. ძალიან მეც კაბინეტში არ ვუშვებ. პაციენტებმა ძალიან ბევრი იცის პრეპარატების შესახებ. ძალიან კარგი, მიხარია, მაგრამ სამწუხაროდ ამის მიუხედავად ისეთი პრეპარატები იყიდება ჩვენთან ბაზარზე, რომ ცხენია ხანდახან საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა აბსოლუტურად უხარისხო პრეპარატი ფასდება მისი გამოცდილებით, მის საერთაშორისო დონეზე აღიარებით, მისი სერტიფიკატით, მისი სხვადასხვა ისეთი მონაცემით, რომელიც იმისთვის რომ გამერკვია, კაია თუ არა, 9 წელი ვისწავლე და ამ დროს ახლა პაციენტმა როგორ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი, ვერ გაარკვევს, ხო? შესაბამისად, ძალიან რთული ამაზე საუბარი, როგორ უნდა დაიზღვიოს პაციენტმა თავი. ერთადერთი სასიხარულო ამბავს იმას გეტყვით, რომ ძალიან მალე გაიას ექნება გამოქვეყნებული იმ პრეპარატების სია, რომელიც არის შესწავლილი, რომელიც არის სწორი გზით შემოტანილი. და რომელიც საქართველოში ეს იქნება ოფიციალური სია, რომელსაც შეიძლება თითოეულ პაციენტს, თუ კი ვერენდობა საკმარისად ექიმს, ვისთანაც დადის, ესეც ცალკე სასაუბრო თემა არის კიდე და რატო ხდება ეს ყველაფერი, ალბათ ამაზეც იქნება დრო რომ ვისაუბრებთ, მაგრამ თქვა და ვერენდობა მოსწონს მისი ხელი, მოსწონს მისი ხედვა, მოსწონს გემოვნება, აბსოლუტურად თანხმედრაში არიან ერთმანეთთან, მაგრამ ვერენდობა რომ ხარისხიან პრეპარატს იკეთებს ძალიან მარტივად გაიას საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის დახმარებით შეიძლება გადაამოწყოს ავთენტურობა ამ პრეპარატის, რამდენად სანდო, ხარისხიანია და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება. ეს ძალიან კარგი არის. რამდენად ხშირია უხარისხო პრეპარატით დაზარალებული პაციენტის მხრიდან მომართვიანობა? საკმაოდ ხშირია, უბრალოდ ნახეთ, აი მაგალითად რო გადავიდეთ ფილერის თაობაზე, ფილერი ხო იმპლანტია, შემავსებელია, ნახეთ, ბოტულინოტოქსინს რომ გაუკეთებთ პაციენტს,
პრაქტიკულად იმ ადგილზე, ინექციის ადგილზე არაფერი არ გვჩება, მარტივანაზე რო ავხსნათ, ინექციამ გაიარა კონკრეტულ სითხემ, გაიარა კონკრეტულ კუნთში, კუნთის დროებითი პარალიზება მოხდა და დაამთავრდა, ორგანიზმში არაფერი არ გვაქვს. და ფილერის შემთხვევაში გავუკეთეთ ინექცია და ის იმპლანტი თხევადი ჩვენთან ერთად ცხოვრობს წლები. ამიტომ ფილერის გართულება არის ძალიან საშიში. ვინაიდან ის ჩვენთან რჩება ორგანიზმში ძალიან დიდი ხანი. შესაბამისად, ფილერი მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რომ ორგანიზმში ადაპტაცია, თქვათ, წლების განმავლობაში ყოველგვარის გართულება თუ ყოველგვარის ცვლილება, რაც ორგანიზმის მხრივ ხდება, ყველაფერს გაუძლოს. ხშირად ხდება ხოლმე ფილერის გართულება. მოდის, მაგრამ აი აქ ძალიან რთულია შემდეგ გაარჩიო რა მოხდა. პრეპარატის მხრივ იყო ეს არასობრთა თუ თვითონ სპეციალისტის კუთხით იყო რაღაც. ან ძალიან რთული არის შემდეგ აი ამ დიაგნოზის დასმა. ამიტომ თავიდან მეჯობია რომ იყოს სწორად შერჩეული. რა თქმა უნდა, ხარისხიანი პრეპარატი უნდა იყოს. ზუსტად მანდარი რო კონტროლირებადი არ არის ეგ. კი, ნამდვილად, ანუ თუ კი პრეპარატის კუთხით მოხდა გართულება, ძალიან დიდი გართულება ამ შემთხვევაში ისეთი როგორიც არის ინფიცირება, ანუ თუ კი არ არის შესაბამისი სტერილურად, კი არაერთი შემთხვევა იყო მაგისი და შემდეგ ინფიცირება, ანუ ორგანიზმი იწამლება, თუ აი ნახეთ, აი მაგალითზე გეტყვით, ახლა ერთი შემთხვევა იყო, ბოდი ფილერი იყო გაკეთებული დუნდულოს აუგმენტაციისთვის, ახლა ძალიან მოდაში არის, აი ამ მრგვალი ფორმების მიღება ფილერით, რომელიც ტანისთვის არის შექმნილი და აქ წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ რომ ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. 60 მილილიტრი, 100 მილილიტრი, 200, 300 თხევადი იმპლანტი. მოხდა ხა არაერთი გართულება იყო ამ კუთხით, რომ დაჩირქება მოხდა აი ამ ზონის, სადაც იყო ეს იმპლანტი შეტანილი. ეხა გაიგე. აქ სპეციალისტმა ასეპტიკურად იმუშავა და ინფექცია თვითონ შეიტანა თუ პრეპარატი იყო არასშესაბამისი სტერილობის. როგორ დაეხმარათ პაციენტს? რა ხდება ამ დროს? კარგია თუ არ მოხდა გენერალიზებულად, არ გართულდა ეს ყველაფერი და სისხლის კუთხით, ასე ვთქვათ, ინფექცია არ გავრცელდა მთელს ორგანიზმში. მე პირადად რა შემთხვევებთანაც მქონდა შეხება, არ იყო ესეთი გენერალიზირებული, ადგილობრივად ხდება ანტიბიოტიკოთერაპიით, შემდეგ უკვე ხდება დანეკროზებული ქსოვილის ექსტრაქცია და შემდეგ უკვე ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევა ხდება. ანუ ქირურგი. მაინც, ახლა ბოდი ფილერი, ანუ სტანის შემავსებელი არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, რომელი ფილერიც ეს მაგალითია. გართულება თუ წავიდა, ღმერთმა დაიფაროს ქირურგიული ჩარევა. გარდაუვალია და ყველა საინტერესო ის არის, რომ თუ გაგიგია შენ თაკო, რომ ბოდი ფილერი ტუჩებს იბერავენ. ანუ ამ შემთხვევაში, აი ამაზე უკვე ეს მართლა ეხლა მე გამარკვია. ბოდი ფილერი არის მხოლოდ ტანისთვის განკუთვნილი. სახისთვის არის სულ სხვა. და რატო ხდება, რატო ერევათ კარგად ადიდებს. აუგმენტაცია ხდება ტუჩის, ბოდი ფილერით აკეთებენ და არის ხშირია ეგ შემთხვევაში. არის ალბათ შემდეგ გართულება მოყვება. ნახეთ როგორ არის ტანისთვის შექმნილი ფილერი ბუნებრივი შემავსებელი არის სხვა სიმკვრივის და სხვა სტრუქტურული მახასიათებლებით. შესაძლოა, იმიტომ რომ ის მაგალითად დუნდულო ზონაზე უნდა გაუძლოს სულ სხვანაირ დატვირთვას ვიდრე სახეზე. შესაბამისად, ბევრად უფრო სქელია რა, მარტივენაზე რომ ავხსნა ახლა და იაფია. დიდი შეფუთვით, ესე რო ავიღოთ მაწვნის კილის შეფუთვით, 30, 60, 100 მილilitrიანი შეფუთვით, გაცილებით უფრო დაბალი ღირებულების არის, ვიდრე ინდივიდუალურ შპრიცში შეფუთული 1 მილილიტრი ტუჩისთვის შექმნილი ფილერი. ამიტომ იქიდან რომ ამოღებული ეს თითო მილილიტრი შპრიცებში არის გაცილებით მომგებიანი სპეციალისტვის, გაცილებით იაფი პაციენტისთვის და გაცილებით დიდი გართულების მატერია. მაინც იქით მივდივართ, რომ ეს არის გაიაფება და კეთილსინდისიერი უნდა იყოს სპეციალისტი. მე წინა გადაცემაში თაკო აღვნიშნე ეს და ამას მოყვა ძალიან დიდი რეზონანსი, რომ რატომ ვახსენე ის, რომ პაციენტმა, მსმენელმა, მაყურებელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს. პირველ რიგში უნდა მოიძებნოს სპეციალისტი და მიმართოს მას. მასთან უნდა გაიკეთოს. ის რაც იაფია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ
რახან იაფია, მე უნდა გავიკეთო ეს, ხო? არავინ არ იცი, შეიძლება გაუმართლოს და არც არაფერი არ იყოს, მაგრამ გავიდეს რაღაც პერიოდი და რიგი გართულებები გამოიწვიოს. ნამდვილად მე ვთვლი, რომ სპეციალისტი უნდა იყოს. მე არ ვიცი, როგორ არის ეს, შეიძლება ცუდად გამომდის ნათქვამი, მაგრამ მაინც სიმართლე მირჩევნია ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გართულებებია თაკო, შენ ძალიან კარგად ხედავ ამას და ყველა ხედავს ეს სპეციალისტი ამ გართულებებს. უბრალოდ ეს პრეპარატები, რომლებიც შემოაქვთ, მე არ ვიცი როგორ შემოაქვთ ეს პრეპარატები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული. რატომღაც თუნდაც რატო ხდება შეძენა, ანუ გავიგე, იაფია და გამოდის ისევ პაციენტი ზარალდება. პაციენტი ზარალდება, სპეციალისტი რა? კი, ნამდვილად. რეპუტაცია ilახება ასე დროს, ხომ არ სპეციალისტის, ვიცი, როდესაც ბევრი დაზარალებული პაციენტი ყავს, ბუნებრივია, ხო? ზოგი მუშაობს რაოდენობაზე. ნახეთ, ერთჯერად პაციენტებზე მუშაობენ. სხვადასხვა მუშაობის სპეციფიკა აქვს. ანუ ჩვენ ხომ ესთეტიკურ მედიცინაში მოღვაწე სპეციალისტები დიდწილად ემოციასაც ვყიდით. ნახეთ, ემოციურად მოდის ერთჯერადად პაციენტი, რაღაც ემოციურად იტვირთება და შეიძლება მეორედ აღარ მოვიდეს. და ესეთ პაციენტებზე მუშაობს ძალიან ბევრი და ამიტომ თქვა იმ რეპუტაციულადაც აღარ ფიქრობენ თავარი ერთჯერადად მოხდეს ეს მომსახურეობა. დაბალი ფასიც მაინც ეს ფასიც არ მინდა აპილირება. აი ნახეთ როგორ არის, აი პაციენტებზეც უნდა აღვნიშნო აუცილებლად მარტო სულ ვიძახით იმას, რომ აი სპეციალისტი ამაში პაციენტიც ბევრს ძალიან დამნაშავეა. ძალიან დამნაშავეა. პაციენტი ითხოვს არარეალურს და ამხელა კონკურენციის პირობებში ეს სპეციალისტი უკვე ვალდებულია, ცდილობს. რაღაცა ცდილობს რომ აი ტოქსინმა გაძლოს 6 თვე, ამიტომ ცდილობს გააკეთოს ორჯერ დიდი დოზა ვიდრე დაშვებულია, იმიტომ რომ გაუწიოს რაღაცნაირად კონკურენცია სხვას. აი ეს ორჯერ დიდი დოზით შესაძლებელია უფრო მეტი გვერდითი ეფექტი მოყოს ამ ყველაფერს. შესაძლებელი არის ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ეგეთი რაღაცა რომ სპეციალისტი ესა რა პაციენტი ითხოვს, ვთქვათ, დაბალ ბიუჯეტში ხანგრძლივ შედეგს ან უფრო დიდ მოცულობას, ასე ისიც თვითონ ანუ იჩაგრება სპეციალისტიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კონკურენცია. იჩაგრება. დიდ მოცულობებს ისევ ითხოვენ. ერთჯერადად არიან კატეგორია პაციენტების, ვინც ითხოვს ამას და თავისთავად პაციენტიც არის ბევრ რამეში დამნაშავე. ძალიან გათვითცნობიერებულები არიან ამ ინტერნეტ სივრცით და უნდათ არარეალური. მე მაინც ვფიქრობ, ესე არარეალური რო უნდა, ექიმირისთვის ხარ უნდა აუხსნა. კი, უბრალოდ დიდია ინფორმაცია არ არის, ინფორმაცია მიდის, არასწორი ინფორმაცია არის. წრეზე ვტრიალებთ. ეხლა ისევ უბრუნდება სპეციალისტს, რომელიც აი ამ დაფოტოშოპებულ და სასწაული განათებით და ვიდეო რაკურსებით დებენ ამ before და after-ებს და ეს ამ პაციენტს გოლია რომ აი ამას ესეთი მე შემიძლია რომ გავხდე და ამ დროს მივიდა მიიღო რეალური შედეგი და რა თქმა უნდა უკმაყოფილოა მე. მე სპეციალისტი ეძებს უფრო იაფ საშუალებას, უფრო მეტის გაკეთება რომ შეძლოს იმისთვის რომ მიიღოს ის კმაყოფილება და აკმაყოფილოს ის პაციენტი რომელიც ასეთი ამბიციებით და მოთხოვნებით მოვიდა. თუ ვერ დააკმაყოფილა უცებ შეიძლება ჯგუფები რო არის ქალთა გამოდონ გასწორონ მიწასდება ყველა სასწორებენ. დამთავრდა. ამ დროს რაღაცა უმნიშვნელო დაწერა ერთ შემთხვევით შემხვდა ერთ-ერთმა პაციენტმა, აი მართლა უმნიშვნელო კორექციას რო ექვემდებარებოდა და მართლა არაფერი არ იყო. კომენტარები იყო ქვევით და ერთი დახვრიტე არ ეწერა, რომ აი დაადე იარაღი და დახვრიტე. დააჭერე უჩივლე, გალანძღე, გამოდე ვინ არის, ასე შემდეგ და ეს ამ დროს რაღაცა რუდუნებით აშენებს ზოგი თავის კარიერას და ამ დროს დაგღუპავს უბრალოდ ერთი პაციენტი. ერთი პაციენტი. საერთოდ ეს გადაცემა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პოდკასტი, ყოველთვის საუბარი ქონდა, რისთვის ვიწყებთ. ძალიან გვინდოდა, რომ მაყურებელს ელემენტარული გაეგო, რა ხდება ამ სფეროში, რა არის ესთეტიკა, რა არის კოსმეტოლოგია, რა კეთდება, ახალი რა არის, რომ აი ეს ოდნავ ინფორმაცია, საინტერესო, ახალი, სად არის შეცდომა, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს მსმენელმა და გონება იმისთვის გვაქვს, რომ განსაზღვროთ რა არის რეალური და რა არა.
მაინც იცი რა მინდა თაკო შენ ხარ დერმატოვენეროლოგი, ინექციონისტი, ასე ვთქვათ. მინდა მაინც რომ ცოტა 1-2 სიტყვით მაყურებელს უთხრა რაღაც რჩევები მისცე მსმენელს აუცილებლად და 1-2 სიტყვით არაინვაზიურსაც შეეხება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის პირველი. გეთანხმები და აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ არაინვაზიურზე პირველი მე პირადად სოფო მახსენდება თვითონ. ნამდვილად, იმიტომ რომ პირველი შეხება, როცა მქონდა ჯერ კიდევ კოსმეტოლოგიასთან, რამდენი წლის წინ, ალბათ 13-14 წლის წინ. კი, სოფო უკვე იყო ესეთი გამოცდილი და უკვე ძალიან დიდი იცი როგორ მიხარია ახლა რომ ამბობ. მე მომსწრევა რა მისი და ნამდვილად გული მწყდება ის, რომ აი ეს მიმართულება თითქოს რაღაცნაირად მიივიწყეს და ყველა გადადის აი ორი რაღაცა ესეთი მოვლითი პროცედურის ჩატარებას ურჩევნიათ ერთი ინექციური პროცედურა. აი მაგიტომ გკითხეთ შევადაროთ ერთმანეთს თქო ესე ორი ქალბატონის არ გამორიცხავს. ვერ გამორიცხავს. ეს არის უყურე თემა ძალიან საინტერესო არის. უბრალოდ ყოველთვის სასწავლებელი რო გვაქვს ჩვენი ძალიან კარგი სტუდენტები არიან და ძალიან საინტერესო სტუდენტები. თქვენთან არიან ძალიან ბევრი ჩვენი ყოფილი სტუდენტები გაიაში გაერთიანებული და ყოველთვის ვეუბნებოდი. აი ყველაზე ელემენტარული თუ ადამიანმა არ იცის მოვლის კულტურა ელემენტარული. იმას ინექციით ვერ უშვებია. ინექციით ვერაფერს ვერ გაქაჩავ. ეს არის როგორც აი მე მაგალითად ვეძახი ამ მოვლას, ასე ვთქვათ, შანელი მიყვარს და შანელს და უკვე აი ამ ინექციურს უკვე ბობოქარს სხვა ლოგოების დასახელებას, ასე ვთქვათ, შეიძლება ივსელორანიც დავარქვა და რა ვიცი, სხვა დიზაინერების სახელი, მაგრამ ყოველთვის ქალი რომელიც აი მოვლილია დააკვირდები არის რაღაც დახვეწილი იმას მერე ინექციაც უხდება და ყველაფერი ეხა ვიღაცა შეიძლება ჩემი პროფილი არ მოსწონს რამდენიმეჯერ აღნიშნეს მაგრამ ანუ რაღაც მაგრამ იცი რა არის მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ დაბერების სისტემას და სქემას და აი მინდა რომ აი ეს გაუმახვილო ყურადღება ძალიან პირველი ვეტყვი თქვენს მაყურებელს და მსმენელს იმას რომ ეს უაზროდ ბევრი ინექციებიც არაფერს მომტანი არ არის კარგის ყველაფერს აქვს ნორმა და ზომა მათ შორის ბიორევიტალიზაციასაც, მეზოთერაპიასაც. არ არის ეს პროპაგანდისტულად და მარკეტინგს რო ავყევით, რომ 3-ის უნდა ჩაიტაროს, შემდეგ 3-ის უნდა ჩაიტაროს, შემდეგ ბუსტერიზაცია, შემდეგ ბიორევიტალიზაცია. ანუ მიეცით კანს საშუალება იმისა, რომ თვითონაც რაღაცა გააკეთოს. თუ კი არის დეფიციტი, თუ კი სიმშრალეა, თუ კი ვერ ერევა გარეგანი საშუალებები და გჭირდება დახმარება სწორი ცხოვრების სტილის მიუხედავად, ამ შემთხვევაში ჩაერიეთ. თუ კი არის მიმიკური აქტიურობა, ამ შემთხვევაში დაეხმარეთ ბოტულინოტოქსინით, მაგრამ ესე რუტინულად ყველაფრის კეთება, იმის შიშით რომ არ დავბერდეთ, კიდევ უფრო დაგვაბერებს. არ გეთანხმები. მოვლა არის კოსმეტოლოგია. ეს ყველაფერი ინექციები არის უკვე პრობლემის გადაჭრის გზა. რასაც უკვე ვერ ერევა კოსმეტოლოგია. ამას მე კი არ ვიცახი მარტო, ამას ყველა ჩემი პაციენტი დამეთანხმება, რომლებიც მოდიან 25 წლის ასაკში და მეუბნებიან, რომ უნდა დავიწყო უკვე ბიორევიტალიზაციები ან მეზოთერაპია, რაღაც რომ დავიწყო მოვლა, იმიტომ რომ ტრენდია, ყველა იკეთებს ახლა რაღაცებს და არ გამეპაროს რამე. რატომ ხალხო? ჯერ ძალიან კარგად გაქვთ კანი, ჩვენება არ გაქვთ არანაირი. ბევრისთვის მეთქვია რომ მსგავსი კანის ტიპი წიგში მაქვს წაკითხული. ნანახი ბოლოს იმდენად კარგი მდგომარეობა, რა თუნდა ამ ყველაფერს ნემსები და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან ბევრი კოლეგა გადამივლის ამის გამწყვეტ. არა, ნუ რეალურია. სამედიცინო მტკიცებულებით, სარჩულით, ვისაც უნდა, როცა უნდა მოვიდეს აგერ და დავსხდეთ და ვისაუბროთ, რატომ უნდა იკეთონ ადამიანებმა, ვისაც არანაირი ჩვენება არ აქვს, ამის ინექციები. თუ არ არის ჩვენება, თუ კი ვაწვევით რომ ეს არის მედიცინა. ხო ვაწვევით რომ ეს არის მედიცინა. მედიცინას ჭირდება დაავადება, ჭირდება პრობლემა, რომლის გადაჭრის გზაც არის ინექცია. ყოველთვის ვეკითხები ყველას. ანუ მაინც ფილერი, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, მაგრამ უფრო ალბათ ფილერზე მაქვს საუბარი და ბოტულინოთერაპია, ბოტოქსი ცუდად წარმოვთქვი არ არის. ხო, მაგრამ
არის თუ არა რეკონსტრუქციული ეს თუ უბრალოდ სილამაზისთვის გვაქვს. ნახეთ როგორ არის ფილერი, ტოქსინი, იქნება ეს პოლიურცემჟავა ახლა ძალიან მოდაში ყველა ასაკში. ძაფები, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება ორი მიმართულებით გამოვიყენოთ. ჩვენებას უბრუნდები ისევ. ჩვენებას, თუ კი ჩვენება არ არის პრევენციისთვის არც ერთი არ არის გვინდა. საჭირო. პრევენცია არის მოვლა. მორჩა. თუ კი არის ჩვენება ახლა, ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით. ერთი თუ კი ასაკობრივმა ცვლილებებმა გამოიწვია ეს შეცვლა, მაგალითად გაძვალიანება მოხდა და თვალსაცრემლე ღარი უფრო დაგვიტყო, მაგალითად აქტიური მიმიკის გამო ცხვირტუჩის ნაოჭი უფრო ჩაგვიტყდა, რაღაც ასაკობა შეცვალა ეს ყველაფერი. ან მეორე თუ კი ანატომიურად ადამიანი ესეთი დაიბადა და მას უნდა რაღაცის ცვლილება. ანუ ორივე რაღაცა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ ბუნებრივი და ლამაზი არის თუ კი ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეულ შეუცვლით. მაგრამ თუ კი ანატომიურად ადამიანის შეცვლა გვინდა, ეს ბუნებრივი ვერ იქნება. ანუ მას ეს დაეტყობა უცილებლად. ეს არის უკვე ხელოვნური. ეს არის უკვე ხელოვნური. ანუ თუ კი წვრილი ტუჩი აქვს დაბადებიდან ჩანასახშად უნდა გახდეს დიდი, ის აუცილებლად დაეტყობა. ეს ვერ იქნება ბუნებრივი. თუ კი ცხვირის ფორმა აქვს დაშვებული, თუ აწევა უნდა. შეიცვლება, რა თქმა უნდა და ეს კიდე ფილერით შეცვლილი ცხვირი კიდე არ ვიცი, ცალკე არის. არის ჩვენებები, სადაც ვეთანხმები, რომ არის შემთხვევები, სადაც ქირურგიულად ვეღარ ცვლი და გამოსავალი ერთ-ერთი იქ რეკონსტრუქციული არის ჩვენება და კეთდება. პლასტიკური ქირურგებიც აკეთებენ. მაგრამ უზომოდ ისე უაზროდ კეთება. გადაბერვა, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი. ანუ ჩვენ თუ სწორად ავუხსნით პაციენტს, რომ შენ თუ ესეთი ხარ ბუნებრივად ამის შეცვლა გინდა, ეს ბუნებრივი შედეგი ვერ იქნება. ეს იქნება აუცილებლად შეცვლილი შენი სახე. მაგრამ თუ კი შენ ასაკობრივად ცოტა რაღაცეები გინდა რომ შეალამაზო და ასაკში უფრო ჰარმონიულად შეხვიდე და ჩვენება გაქვს იმისა რომ რაღაცეებში ინექციებით ჩავერიოთ, ამას რა ჯობია? გვაქვს დღეს ამის ფუფუნება, არ ქონდათ ჩვენ წინათაობებს სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს, მაგრამ უზომოდ არაფერი ვარ. ამდენი პროცედურები, ამდენი გაყიდვა, ამ პროცედურების, ამდენი ფასდაკლებები, ჯერ ეს ვამტკიცებთ, სულ ყველა აგერ სპეციალისტებთან შევიკრიბებით ხოლმე ხან კონფერენცია ხან რაღაცა ვიკრიბებთ და ყველა ამტკიცებს, რომ თვითონ მოდიან ეს პაციენტები, თვითონ იციან რისი გაკეთება უნდათ. შეადამიანო, შენ როდ გახარდა ამ პრეპარატს რო არეკლამებ, ფასდაკლება მაქვს ეხლაო და მოდი ყველას გაგიკეთებთო. ანუ ის ხო ხდება რომ ეს პრეპარატი ყველასთვის შეიძლება. პაციენტებმა მარტო მაშინ თქვი რომ ეს პრეპარატი კონკრეტულად არის ამ ასაკისთვის, ამ კანის ტიპისთვის, ამ მდგომარეობისთვის, ამ ჩვენებისთვის და მაშინ ის მოვიდეს ამ ფასდაკლებაზე. პაციენტებმა ფასიც იციან პრეპარატები. იცოდნენ. იცოდნენ რომ 60 ლარიანი ფილერი ცუდია ხალხო, დისტრიბუტორს არ რჩება იქიდან შემოსავალი და თვითღირებულება რა აქვს იმ პრეპარატს. იცოდეს, არაფერი არ მაქვს დასამალი, უბრალოდ მარტო ხო არ ვარ თორე მე რომ დამეთანხმებოდეს ამაში უმრავლესობა კოლეგების და ვიყოთ უმრავლესობაში. გამოვაქვეყნებდით ამ პრეპარატების ფასს და იცოდეს რომ პრეპარატი ღირს ამდენი და ჩემი გამოცდილება და ცოდნა ზევიდან ღირს ამდენი. აი ესე არის. შენ გინდა ჩემთან, მოდი, თინდა არ გინდა და ვიღაცას ნაკლები უზის თავის გამოცდილება და ცოდნა და პაციენტის გადასაწყვეტიას ვისთანაც უნდა იქ წავიდეს. რატო ვჭიდაობთ, რატო ვფუთავთ ამ ყველაფერს, თუ ის თუდად აკეთებს, არა? ნუ ეს ჩვენთან შეიძლება კარგად აკეთებს, კი, უბრალოდ მე გემზე მოგიყვებით ერთს. ანეკდოტი რო არის, ანეკდოტი კი არა, ის არის საინტერესო ამბავია, გემი რო გაუფუჭდება ადამიანს. კაპიტანს და მოიყვანს ხელოსანს მოკლედ და ეს ხელოსანი მოусმენს დააკაკუნებს ჩაქუჩი და გემი დაიქოქება. მილიონიო და გაგიჟდება ეს კაპიტანი მოხვედიო და დააკაკუნე ჩაქუჩი და რა მინიონი გიდაო და აი რო ვიცოდი სად დამეკაკუნებინა ეგ არის მაგიტო ღირს მილიონიო თორე ვიღაცა მოვიდა და დაგიშლიდა ამ გემს თლიანათო გამოცდილება და ცოდნა ღირს ფული ეს არის და გეთანხმები დაკო კარგი რა ვიცი მე მგონი ძალიან ამომწურავად ვისაუბრეთ. ამომწურავად ნამდვილად. მე პირადად ესე ვიტყოდი დასკვნის სახით, რომ ენდეთ იმას, ვისაც აქვს გამოცდილება, რა თქმა უნდა და ვინც თავის გამოცდილებას აფასებს შესაბამისად. გავმეორდები მე კვლავ და ვიტყვი, ყოველთვის უნდა მიმართონ სპეციალისტს.